სონღულაშვილმა, სოფლის მეურნეობის კორუმპირებულმა მინისტრმა, რომელიც სოფლის მეურნეობის ჭამით არ კმაყოფილდება, ჯერ კახეთის შეჯამა ყველა გრანტი წაიღო კახეთის განვითარებაზე და ის რომ საქმეზე მოეხმარებია ნახევარი მაინც, ეხლა გაასწრებდა ჩვენი კახეთი შვეიცარიის რომელიმე განვითარებულ კანტონს. დიახ. ეს ყველაფერი სახში წაიღო, მე გადავიდა ჰესების მშენებლობაზე, გადავიდა არაბებისათვის კორპუსების მშენებლობაზე, დაიწყა მინისტრობას და მოკლედ კარგად წველავს სახელმწიფოს და ქვეყანას და ყველა თქვენგანს და ახლა უკვე დაადგინეს რა თქმა უნდა ეს ივანიშვილის ნებითა და განკარგულებით და მისი ნება უკვე კანონია და პოლიტიკაა საუბედუროდ, რომ არ ჩაიბარებენ ღვინის ქარხნები ყურძენს თუ მის გაშენებაზე სამინისტროს მიერ გაცემული ნებართვა არ არსებობს. თქვენ ხო წარმოგიდგენიათ ხალხო, სად მივდივართ და სად მივიდნენ? გაქანებული კოლექტივიზაციის, ბოლშევიზაციის წლებშიც კი არავის მოსვლია თავში აზრავს, რომ გლეხისთვის პირად მეურნეობაში გაშენებულ ყურძენზე მოეთხოვათ ან დაეწესებიათ სანებართვო სისტემა და პირიქით, როდესაც ეს ცნობილია არაერთი წყაროებით, როდესაც იოსებ სტალინს სჭირდებოდა განსაკუთრებული მაგარი ღვინო ან ჭაჭა თქვენ ან მსგავსი ასე ვთქვათ სასმელი ხშირად დასდგომიან ქართლში და კახეთში NKVD-ს ან უშიშროების თანამშრომლები, რომელიმე გლეხს და უთხოვიათ, რა თქმა უნდა, მოწიწებით, რა თქმა უნდა, ანაზღაურებით ის კარგი ღვინო, რომელიც მას გადანახული ჰქონდა კერძო მეურნეობიდან და ეს ისედაც ყველა ვიცით, რომ ოჯახის ღვინო, მიუხედავად იმისა, ეს ყურძენი სონღულაშვილის ნებართვით არის გაცემული თუ პაპამისის პაპის, ჯერ ვინ მისცემდა მაგათ ამ პრეროგატივას ვიმეორებ, ეს სრულიად ნოვაცია, სიახლეა ქართული ვაზის მინიმუმ 7000-წლიანი ისტორიაში, თუ მეტი არა. ხო და აი ეს კანონი შედის უკვე ძალაში. ეხლა რას მეტყვით, ჩემო კახელმო, ნამდვილ ქართველმო. გაქანებულები რო გარბიხართ ყოველ არჩევნებზე და ყველა ხელისუფლებას აძლევთ ხმას გურჯანის თამადობით. სხვა რაიონებზე ახლა თლაც ცოდოს ვერ ვიტყვი, არის იქ ოპოზიციური მოძრაობები და საკმაოდ ძლიერი და ძარღვიანი. გურჯანი იყო ჩემი გაოცება ყოველთვის. აი ჩვენც რეიტინგის პიკებზეც კი იმაზე ნაკლებ ხმებს ვიღებდით, ვიდრე ბოლნისში, დმანისში ან გარდაბანში ან მარნეულში. ვინ ჩავიდოდა და ეტყოდა რომ ყურძენს ჩავიბარებდა, დაგიშენებდა, რა ვიცი, დაგიწურავდა, დაბანავებთ, ყველაზე გარბოდნენ და აძლევდნენ ყველა ხელისუფლებას ხმას. აი ამან იცის. შემდგომში დიქტატურა, რეჟიმი, რეპრესია და აი ამან იცის სწორედ ის, რომ ეხლა უკვე თქვენს ეზოებში რასაც გააშენებთ, მას ქარხნები არ ჩაიბარებენ, უნდა მიუტანოთ წინასწარ ნებართვა ან ვაზის გაშენების. და სამაგიეროდ დუგლაძის ძმები, ასკანელი ძმები, ბანდიტის ძმები, ჩხაიძეების ხარებას იმის რა ქვია მამაცაშვილების, ივანიშვილის ძმის და მთელი სონღულაშვილების, ღარიბაშვილების ღვინის ქარხნები თავიანთ ვენახში, რომელზეც გააფორმებენ სანებართვო დოკუმენტაციას, მოუწყო ყურძენს ჩააბარებენ თავისსავე ქარხნებს და სახელმწიფოსგან გამოყოფილ იმ სუბსიდიას ყურძნის შესასყიდად, რომელსაც აფორმებენ როგორც თქვა გლეხებზე გასაცემს და ფერმერული მეურნეობის სამახალისებელს, იმას თვითონ წაიღებენ როგორც აქამდე წაკეთებდნენ. მაგრამ ნუ შედარებით ფარულად და ისე ბინდში. ახლა უკვე ღიად გააკეთებენ ამას კანონიერად სრულიად. აი რამ იცის. თქვენ როცა გადაწყვეტილებას იღებთ ხმის მიცემაზე, ანუ ქვეყნის ბედზე, თქვენი შვილების მომავალზე. იმაზე კი არ უნდა იფიქროთ, რომ აი თქვენი პირადი ინტერესი მამულში, ბოსტანში რაც გაქვთ, პეტროშკის ჩაბარება, კინძის, ციტრუსის, იმის ვაშლის თუ ყურძნის, როგორ იქნება? გლობალურად როგორ იქნება?
რა სიტუაცია იქნება ქვეყანაში. ხო არ მოგპარავენ ბიუჯეტს. ხო არ გაგვიოხრებენ მიწის სავარგულებს. ხო არ შემოგვისახლებენ მთელ ინდუეთს, არაბეთს, ირანს, აზიას და ისინი ხო არ დაეპატრონებიან ჩვენ მიწას. ხო არ გავყიდიან ყოველ წუთს, ყოველ წამს, ყოველ ჯერზე. ხო არ დათმობენ გაარეჯს, აფხაზეთს, ცხინვალის რეგიონს. ხომ არ აგვიშენებენ არაბულ ქალაქებს და სოფლებს. თუ ამას ყველაფერს გააკეთებენ, რა ფეხებად გინდათ ეგ რაღაცა? რთველი ყურძნის ჩაბარების დაპირება. აი ესე მთავრდება ყველაფერი. აი ასე მთავრდება. ახლა კახელებს პირდაპირ საუბარი უყვარს და მეც როგორც მთიელს მათთან პირდაპირ საუბარი მიყვარს. ერთხელ მახსოვს რაღაცა იყო იქ 10 წლის უკან მე მგონი ახალი მოსული გახდათ ეს ჭორვილი პუტინიჩი და იქ რაღაცას აღარ იბარებდნენ ყურძენს თუ პრობლემა შეიქმნა. ჩავედით გურჯანში, ჩავარდი მართლა არც არჩევნები იყო, მაშინ არაფერი. გულმა არ მომითმინა და გავარდით ჩვენი გუფი, აქცია ჰქონდათ იქ. გურჯანელ მევენახეებს ასე ვთქვა. გახსოვთ ტელევიზიითაც იყო მე დაკა და ბოლოს მიაღწიეს თავისას და მიაღწიეს როგორ აგერ მიაღწიეს იმას რომ აგერ ხან ნებართვამდე ვაზის გაშენებას. აი ესე სინიკურად შეხვდნენ ძალიან. ჩამოვიდნენ ეხლა ხმებისთვის ვის რა ჯანდაბადოა თქვენი ხმები. თუ საქართველოს არ იქნება. თუ ქვეყანა არ გვექნება. თუ აქ არაბთა ხალიფათი აღდგება და თქვენი ხმები იწევს ამას. რომელსაც აძლევდით შევარდნაძეს, სააკაშვილს და ეხლა ივანიშვილს. ყველა ხელისუფლების მონები რო იყავით. რაც არ ეკადრება პირველ რიგში კახეთს. ერეკლეს განვლილი გზას. ჩამოვიდნენ რა, ვინ არის ეს? აჰა, ნათელაშვილი. ვირები მართლა, ვირები, აი ვინც ეს გააკეთა იქ როცა ჩავედით და აი საშინელი შტაბეჭილებით წამოვედით. ადამიანებს რო არა აქვს იმის გარჩევის უნარი რო პოლიტიკოს მათი ტკივილის ტკივა თუ თავისი ამბიციების დასაკმაყოფილებლად დარბის, ამას თუ ვერ გაარჩევთ, ვერასოდეს ვერაფერს ვერ გაარჩევთ და ესე იქნებით ვიღაცის მონები. წავა ივანიშვილი, მოვა ის რა ქვია, პეტრიაშვილი, პავლეაშვილი, ჩოგოვაძე ვიღაცები და ასევე დაგიმონებენ. აი ესევე დაკპირდებიან ყურძნის მიღებას და მე არც ყურძენი გექნებათ, არც ვენახი გექნებათ, არც ვაზი გაყოლებათ. ის რაც აი ახლა მოხდა, არის დამსახურება იმ ეგრეთ წოდებული მევენახეების, რომლებიც აი ესეთ ყველა მთავრობას მისდევენ უკან და აძლევენ ხმას. და ოპოზიციას უყურებენ, ჩამოვიდნენ რა ხმებისთვის და აი თქვენ პატრონს უბედურთ. აი თქვენ პატრონს უბედურთ და ვაი ამ ქვეყანას. აი ესეთების ხელში. ეს მთავრობა რო ასეთია, ამათი ბრალი კი არ არის. აი თქვენი ბრალია, თქვენი მოყვანილია. მუხთა კუბოში ჩაწვებო, აი ესეთ დათქვამი იყო ჩვენ ბავშვობაში. მუხთად რო გონიათ, რომ იშოვით მილიონებს და ვიღაცა თქვენს მაგივრად მოულის იმ მერად, თქვენს მაგივრად ჩაიბარებს იმ ყურძენს და კიდეც ზუსტად კპირდებოდათ ივანიშვილი. ბაზარშიც მე მიგიტანთო. დაგითესავთ, მოგიხსნათ უპასუხოს მოგცემთო. უპროცედო კრედიტებს და ბაზარშიც მე მიგიტანთო. იცის თქვენი ფსიქოლოგია, იცის. და მაგრა აგაგდოთ. ხო ამას იმიტომ საუბრობ, რომ ეს არ ეხება მარტო კახეთს. მარტო კახეთს არ ეხება. ნუ კახელები ახლა მაპატიებენ, პირდაპირებია ძალიან და არ გაუკვირდებათ ჩემი რეაქცია, რომელიც არის სამართლიანი და დასაბუთებული. აი მე არ დამავიწყდება ვიმეორებ ის 10 წლის უკან ის ვირული დახვედრა გურჯანში. ჩამოვიდაო ხმებზო. შემამოწყონებიშული რა ხმებზე ჩამოვიდი, არჩევნები ჩავლილია, მიცემული გაქვს უკვე ერთი ადგილი ივანიშვილზე, არაერთხელ. წინ კიდე რამდენიმე წელი იყო არჩევნებამდე დანიშნული, შენს პრობლემაზე ჩამოვიდი. ხო, უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენი პრობლემის გადაწყვეტა თქვათ აი მარტო პენსიონერების პრობლემის გადაწყვეტა. მარტო თქვათ რომელიმე კონკრეტული სფეროს და დარგის პრობლემის გადაწყვეტა, ეს არაფერს არ ნიშნავს, თუ გლობალურად ქვეყანამ არ აღიდგინა სოციალურ, ეკონომიკურ, გეოპოლიტიკური ბალანსი. ის თოვლივით უნდა მოეფინოს სიკეთე ქვეყანას, ძირითადი სიკეთეები. და მე ვთქვი კონკრეტულ დარგებზე და მიმართულებებზე დავიწყოთ რა თქმა უნდა მუშაობა და გაუმჯობესება. ეს ძირითადი სფერო რა არის? ეს არის მთავარი უფლებები ჩვენი. სიცოცხლის უფლება,
რომელშიც პირველ რიგში სოციალური უსაფრთხოება იგულისხმება, რომ შიმშილით არ გვეხოცებოდეს ხალხი, ან არ გარბოდეს აქედან. რომ ბავშვებს ერთჯერადი საკვები ქონდეს სკოლაში. უნდა გაუქმდეს ყოველგვარი კერძო სკოლები. ყველა ბავშვმა უნდა ისწავლოს ჩვეულებრივ საჯარო სკოლაში. ამ დიდრემა წაათრიონის თავიანთი ნაგრამი, სადაც უნდა იქ, სადაც სასახლები აქვს მონაკოში, თვითონ თუ გაასწრებენ, გაგვესწრებენ მე აქედან. სრული თანასწორობა უნდა იყოს თავიდანვე, რომ შემდგომში აღარ წარმოიჩნენ ბატონები და ხმები. პატარაობიდანვე აჩვევენ იგივე ამერიკელები თანასწორობის იდეას, ეს მარტო ქაღალდზე დაწერილი დეკლარაცია არ არის. აბა დამისახელეთ ამერიკის რომელიმე პრეზიდენტი, რომელიც შვილები სწავლობდნენ კერძო ლიცეუმში, ჩვეულებრივ საჯარო სკოლებში სწავლობდნენ. ჩვეულებრივ საჯარო სკოლებში, ჩვეულებრივ ბავშვებთან. იქიდანვე იწყება ამ სოციალური თანასწორობის პრინციპთა დაცვა და პატივისცემა ადამიანის ძირითადი უფლების. რომ ადამიანს უნდა ჰქონდეს ღირსეული ანაზღაურებითი სამსახური. არ უნდა იყოს ეს პრეროგატივა ნეპოტიზმის და პროტექციონიზმისა, რომ თუ ახლობელი ყავს და მართლ პარტიასთან ახლოს ხარ, მაშინ იშოვის სამსახურს. სხვა შემთხვევაში უნდა შენი ქვეყანა იქნება შენთვის დედინაცია. ეს უნდა იყოს. ის პენსია უნდა გავდეს პენსიას. ყველა რაიონში 1, 2, 3 ქარხანა, ფაბრიკა როგორ არ მომუშაობდეს, სუბუქი მრეწველობის გადამამუშავებელი. რანაირად არ უნდა კონდეს ამ ქვეყანას ის კაპიტალი დაგროვებული, რომელიც 10 ჩვენს ხელა სახელმწიფოს შეინახავდა, შემოდის ვალუტაციდან, ხმელეთიდან, ზღვიდან და ამას ყველაფერს ეზიდება მართველი გაბატონებული კლანი საკუთარ ოჯახში და ოფშორულ ანგარიშებში და თავის საკუთარ ბიზნესში. წარმოუდგენელი ტრაგიკული ვითარება, მე არ ვიცი ახლა ვიცოდეთ რა რთულ ადამიანებთან გვაქვს საქმე ქართულ პოლიტიკაში. თავი იქ აქვს ჩაყოფილი, ფეხი იქ, უკანატანი იქ, ცხვირი იქ და ნუ მოკლედ ვერ გაიგებ რა. ვერ გაიგებ ვინ, ვისი აგენტია და კიდე რა აქვს წინ გათვლილი საომავლოდ. ხო, აი ამ მილიონერმა დეპუტატებმა რამდენი წაიღეს თქვენი ქონებიდან და რატომ დგანან იმ საშინელი სინდრომით დაავადებული კუნთის დისტროფით ბავშვების მშობლები, აგერ ეხლაც კანცელარიასთან და სკამებსაც კი არ აძლევენ საზურგიანს, რომ მიეყუდონ და ისე ჩაატარონ საპროტესტო აქცია. აი ვისთან გვაქვს საქმე. ამათ გულები ამოცვლილი აქვს, შუბლიზარზე აღარ არის საუბარი. გული არ დაყოლიათ, რაღაც სხვა აპარატი უდგათ შეგნით. ალბათ რომ იტენება და რაღაცას ატრიალებენ და ისეთო რა. ესენი ადამიანის შთაბეჭდილებას არაფერში არ ტოვებენ. სოლტურად არაფერში.